მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთანთან და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. შემოგვერთით, აუცილებლად გააკეთეთ subscribe-ი, დალაიკეთ ვიდეოები, გააკეთეთ კომენტარები და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ესეთი პატარა ვლოგივით, გაკვეთილივით, არ ვიცი, რაც გინდათ დაარქვით ამას. ჩემს ერთ-ერთ სტრიმში მე ვახსენე, რომ დავიწყე ახალი PC საწყობა ჩემთვის. ნელ-ნელა ყოველ შემთხვევაში ერთდროულად შეუძლებელია ესეთი კონფიგურაციის PC საწყობა. რატომ ამას უკვე შემდეგში უკვე მოგვიანებით მივხვდებით ვიდეოს ყურების შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გამომდინარეობს მისი ფასიდან, ჯერჯერობით არც მე ვიცი, საბოლოო ჯამში რა დაჯდება ეს PC. და ამიტომ ჯერ შემეკითხებით, მაგრამ სანამ არ ავაწყობ და უკვე საბოლოო აწყობის ვიდეოს არ დავდებ. ამ ვიდეოში მე მინდა შემოგთავაზოთ, მოგცეთ რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ გადაწყვიტოთ, ჯერ მიიღოთ გადაწყვეტილება, რისთვის გესაჭიროება თქვენი კომპიუტერი და შემდეგ რა ნაწილები უნდა შეიძინოთ და რატომ. პირველ რიგში მე მესაჭიროება კომპიუტერი რენდერებისთვის, ვიდეოს გაკეთებისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული 3D პროგრამებისთვის, სამგანზომილებიანი პროგრამებისთვის, მასში შესასრულებელი რენდერებისთვის, ვიდეო კლიპების აწყობისთვის და მოკლედ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შესაბამისი კონფიგურაციის კომპიუტერი გამოდგება თამაშებისთვისაც, გამოდგება კი არა უფრო მეტიც იქნება, ვიდრე თამაშებს ესაჭიროება და მოდით ამას უკვე ნელ-ნელა აგიხსნით. დავიწყოთ кейსიდან. ვიზუალურად აი ეს ამ кейსის მოდელი ძალიან მიყვარს მე საერთოდ აი ეს Corsair-ის ფირმა და რატომ გადავწყვიტე აი ეს მოდელი, აი ეს кейსი. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში ის არის ესეთი QB, ოთხკუთხედი ფორმის და რისგან შედგება იგი. რატომ გადავწყვიტე მაინც და მაინც აი ეს მოდელი. ძალიან ბევრ ვიდეოს უყურე YouTube-ზე, ძალიან ბევრი აწყობის ვიდეო დავათვალიერე, ძალიან ბევრი მიმოხილვა, რევიუები წავიკითხე მის ირგვლივ. არა მარტო მის ირგვლივ, ძალიან ბევრი кейსიც ვნახე, მიმოვიხილე ისიც ვიდეოებში. გავარკვიე, რომელი кейსი რა აქვს, ცუდი, სუსტი წერტილი, კარგი და ასე შემდეგ. მოკლედ, დაახლოებით 20 кейსი განვიხილე და საბოლოო ჯამში მაინც ისევ აი აქ Corsair-ზე დავბრუნდი და მოდით შევხედოთ ის რისგან შედგება. ის არის აი ესეთი ოთხკუთხედი ფორმის და ყველაზე მთავარი მისი უპირატესობა რაში მდგომარეობს. ეს кейსი დაყოფილია შიგნიდან თუ დავაკვირდებით ორ ნაწილად. აი ესე პირველ ნაწილში, ანუ მარცხენა და მარჯვენა სექციებად არის დაყოფილი, რომელიც შიგნიდან რკინით არის გაყოფილი და რითია ეს кейსი კარგი. ანუ მარცხენა მხარეს თქვენ მოთავსებული გაქვთ ვიდეო კარტა, ოპერატიული მეხსიერება, პროცესორი, კულერი და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ესე მარჯვენა ნაწილში უკვე მოქცეულია თქვენი კვების ბლოკი და ასევე შეგიძლიათ გამოსწიოთ, უკვე გამოატაროთ თქვენი სადენები, ეგრეთ წოდებული, თუ დაგინახავთ აი ესე ცუდად მახინჯად აწყობილი კომპიუტერი, სადაც აი ეს თქვენი შნურები, მავთულები, სადენები, არ ვიცი რაც გინდათ დაარქვათ, აი ესე ჩაყრილივით არის და ძალიან ულამაზოდ გამოიყურება, ამიტომ ამას ქვია cable management-ი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ cable management-ს. უპირველეს ყოვლისა, მასზე დამოკიდებულია მთელი კომპიუტერის პროცესორის, ვიდეო კარტის და ასე შემდეგ, მისი შიგნეულობის გაციების, ვინაიდან როდესაც კაბელები აქეთ-იქით არის მიყრილ-მოყრილი, კულერის ნაკადი, აი ესე ჰაერის ნაკადი არასწორად მიდის, არასწორი მიმართულება აქვს. აი ეს კაბელები უშლის
ნებისმიერ შემთხვევაში და არ ხვდება შესაბამისი ჰაერი აი ამ თქვენს პროცესორს, თქვენს ვიდეო კარტას, Winchester-ს და ასე შემდეგ. ამიტომ cable management-ი, კაბელების განაწილება არის ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რატომაც არ ცივდება შესაბამისად კარგად თქვენი კომპიუტერი, პროცესორი, ვიდეო კარტა და ასე შემდეგ. მოდით ნახოთ ეს პატარა ვიდეო, რომელსაც გვთავაზობს თვითონ ეს Corsair-ი და თქვენ ამას უკვე მიხვდებით აუცილებლად. ოდნავ გადავახვიოთ, ეს არის ამ кейსის ეგრეთ წოდებული ჰაერის ნაკადის მიმართულება. შეხედეთ, ერთი ეს წინა ორი კულერი მოდის ესე უბერავს ეგრეთ წოდებულად ამ მიმართულებით, უკანა მეორე კულერს უკვე გააქვს ცხელი ჰაერი და აქ უკვე მოთავსებულია ჩვენი ვიდეო კარტა, პროცესორი, დედა პლატა და კიდევ მე მგონი აქეთ ხარეს მეტი არც არაფერი. გადავახვიოთ ოდნავ და როგორ არის ის მოწყობილი. ეს არის წინა ორი კულერი, 140 მმ-იანი ორი ცალი კულერი აყენია წინ. გადავახვიოთ ისევ, ეს არის ისევ ჩვენი კულერები და მოდით დაველოდოთ რომ შემოატრიალოს ცოტა გვერდულად. დიახ. ეს არის ეს წინა მხარე, ანუ მარცხენა და მარჯვენა მხარე, ეს არის მისი მარცხენა მხარე, სადაც განლაგებულია პროცესორი, დედა პლატა, ვიდეო კარტა მოთავსდება ესე, აუცილებლად აქედან დაუბერავს მას ცივი ჰაერი, ხოლო აქედან უკვე გავა ეს გაცხელებული ჰაერი, ხოლო ამის უკანა მხარეს უკვე მოთავსებულია კვების ბლოკი, იქით უკვე Winchester-ები, SSD-ები, აქ კიდევ ორი Winchester-ია შესაძლებელი რომ დაყენდეს, დამაგრდეს. გადავწიოთ ოდნავ კიდევ ესე და რას ხედავთ უკვე მეორე მხარეს. ეს არის მისი კედელი, რომელსაც ყოფს უკვე მეორე მხარეს. აქ არის უკვე cable management-ის მოსაწყობი ადგილი, ოთახი ეგრეთ წოდებული, ეყენდება CD-ROM-ი, ეყენდება SSD-ები და აქ კვების ბლოკი. როგორც ხედავთ, ეს მთლიანად გაყოფილია ერთი კედლით და არანაირი სითბო, არანაირი სიცხე უკვე აღარ მიემართება პროცესორის, ვიდეო კარტის და ოპერატიული მეხსიერების მიმართულებით. ერთი მხარე აქვს გამჭვირვალე, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, როდესაც მას გაანათებთ შუქებით, кейსში აუცილებლად უნდა დააყენოთ შუქები. არსებობს ასევე Corsair-ი გთავაზობთ კულერებს, რომელსაც აქვს თავისი განათება, სხვადასხვა ფერის, რომელსაც აუცილებლად დავაყენებ მეც და ეს არის ამ кейსის პატარა მოკლე განხილვა, რომელსაც მე აუცილებლად კიდევ განვიხილავ, დაუბრუნდები, როდესაც დავამთავრებ ჩემს კომპიუტერს და ეს არის ამ кейსის მონაცემები. ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ ამ მონაცემების, ამ ზომების დეტალები, რომელსაც შემდეგ თქვენ შეძლებთ უკვე გაარჩიოთ, დაინახოთ და თქვენ თვითონ თუ გადაწყვეტთ ამ кейსის შეძენას, მაშინ უკვე აუცილებლად დაგეხმარებათ ეს პატარა ვიდეო მიმოხილვა. პირველ რიგში ყველაზე მეტად რიციც მეშინია ამ кейსის ჩამოტანის, როგორც ხედავთ, ის უკვე შეძენილი მაქვს მე და პირველ რიგში მისი გაბარიტების წონის, ანუ shipping-ის ფასის მეშინია, არ ვიცი რამდენს დამithვლიან მის ჩამოტანაში, ეს არის 20 პაუნდი shipping weight-ი, ანუ 10 კილო, როგორც იცით, ჩვენი გადამზიდარი ფირმები $8 აფასებენ თითო კილოში, ანუ სავარაუდოდ უნდა გამოვიდეს $4, უკაცრავად $8 კილოში, ანუ 20 პაუნდი არის 10 კილო და გზა ალბათ უნდა დაჯდეს $80. მისი თვითგირებულება არის დაახლოებით კი არა და მოდით ნახოთ $129.79 პლუს ალბათ $80. თუ
თუ არ გადაამეტეს, რა თქმა უნდა, წონაში და არ მოგვატყუეს. მოდით გადავიდეთ ახლა შემდეგ დეტალზე. ეს იყო Corsair-ის Air 540 High Airflow ATX Cube case. გადავიდეთ ახლა შემდეგ დეტალზე. რაც შეეხება დედაპლატას. ესეც უკვე შეძენილი მაქვს, ეს უკვე ჩამოსულია. case გზაშია ჯერჯერობით, ეს დედაპლატა უკვე ჩამოსულია და რა უპირატესობა აქვს აი ამ პლატას. როგორც case-ის შემთხვევაში, ასევე აი ამ პლატის შემთხვევაში და საერთოდ ყველა ნაწილის შემთხვევაში ყველა განხილული მაქვს აბსოლუტურად ძალიან ბევრი დეტალი განვიხილე რევიუებში უყურე და ისე გადავწყვიტე მივიღე თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილება. ამიტომაც აი ეს დედაპლატაც შესაბამისად აი ამ რამოდენიმე პლატების განხილვის შემდეგ უკვე მივიღე გადაწყვეტილება და შევიძინე და უკვე ჩამოსულიცაა. ეს არის MSI Extreme Gaming Intel X99 LJ2011. ეს არის სოკეტი 2011, რომელიც ჩემი აზრით ეს არის უკვე ბოლო სოკეტი, შესაძლებელია უკვე გამოსულია ახალი, ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლესი სოკეტია LJ2011. როგორც იცით, X სერიები, ნებისმიერი დედაპლატის X სერია არის როგორც გეიმინგის, ასევე ვიდეო დამუშავებისთვის, ანუ X სერია არის ყველაზე ერთ-ერთი უსწრაფესი სერია აი ამ პლატებში და ამიტომაც პირველ რიგში გადავწყვიტე X სერიის ყიდვა. შემდეგ ის არის DDR4-ზე უკვე უახლესი ოპერატიულები შეგიძლიათ დააყენოთ და პროცესორიც შესაბამისად უკვე V3 მესამე თაობის პროცესორები მიდის მხოლოდ აი ამ პლატაზე, ძველ პროცესორებს ვეღარ დააყენებთ, უკვე V3 სერიის პროცესორი უნდა დაყენდეს და ეს პროცესორებიც თუ ზომებში შეადარებთ, ჩვეულებრივ პროცესორებთან უკვე გაზრდილია ზომაშიც და ვატებიც და დენის მოთხოვნილებაც უკვე შესაბამისად მეტი აქვს. კიდევ ერთი მიზეზი რატომ გადავწყვიტე აი ეს პლატა. როგორც ხედავთ, მას მოდით გავაჩეროთ ეს სურათი. როგორც ხედავთ, მას აქვს 8 სლოტი ოპერატიული მეხსიერების და მას შეუძლია წაიკითხოს და მოითავსოს თავის ბორდზე, ეგრეთ წოდებული 128 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. რა თქმა უნდა, დასაწყისისთვის მე ამ კომპიუტერს ალბათ დავქოქავ 32 გიგაბაიტით და საბოლოოდ ნელ-ნელა უკვე დავიწყებ შეძენას აი ამ ოპერატიული მეხსიერებების და უკვე ავიყვან 128 გიგაბაიტამდე. ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა აი ამ დედაპლატისთვის, რის გამოც მე უფრო გადავწყვიტე აი ამის შეძენა და ამან გადამაწყვეტინა სწორედ. მას აქვს SLI ვიდეო კარტის, ეგრეთ წოდებული SLI, როგორც ბევრი ეძახის, მხარდაჭერა, SLI მხარდაჭერა, სადაც თქვენ შეგიძლიათ 2 ან 3 ან 4 ვიდეო კარტის ერთდროულად ჩადება. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი უპირატესობაა ვიდეო კარტებისთვის, უბრალოდ პლატებისთვის და შესაბამისი დატვირთვისას თქვენ შეგიძლიათ 2 ვიდეო კარტა ერთდროულად განათავსოთ. რა თქმა უნდა, ამ ვიდეო კარტასაც, ვიდეო ბარათსაც უნდა გქონდეს აი ამის მხარდაჭერა და თქვენი პროცესორი, თქვენი კომპიუტერი იქნება ძალიან ძლიერი. კიდევ რა შეუძლია ჩვენს პლატას? მას გააჩნია ასევე SATA 3 პორტები, SATA 6 და ასე შემდეგ. ხო, კიდევ შესაძლებელია მისთვის, მას ასევე შეუძლია DDR4 3333 მეგაგერცის სიხშირის ოპერატიული მეხსიერების წაკითხვა. რა თქმა უნდა, overclocking-ზე იქნება ეს ყველაფერი, XMP-ს მხარდაჭერაც აქვს და
მოკლედ ძალიან მომეწონა ეს პლატა და აი ამ მიზეზით შევიძინე უკვე ის ჩამოსულია, როგორც უკვე მოგახსენეთ. საუნდი, რა თქმა უნდა, ინტეგრირებული აქვს და მე ინტეგრირებული საუნდის თაყვანისმცემელი არ ვარ და შესაბამისად უკვე უნდა შევიძინო კრეატივის ცალკე საუნდ ბარათი. მოდით ახლა გადავიდეთ უკვე პროცესორზე. პროცესორის შეძენილი მაქვს, ჩამოსულიცაა უკვე პროცესორი, ეს არის Intel Core i7 5820K სერია, როგორც იცით, overclocking-ზე მუშაობს, ქართულად როგორც იტყვიან, რას გონდება და ეს არის Haswell-ის ახალი თაობა მე-6 თაობის Haswell-ი და V3 ესეც V3 თაობა, ანუ ასევე იძახიან ამ სერიაზე. LG 2011-ია, რა თქმა უნდა, ამაზე ნაკლებს უკვე ვერ დავაყენებთ იმ პლატაზე და 140 ვატი აქვს მოთხოვნილება. ესეც უახლესი პროცესორია და ესეც უკვე ჩამოსულია, რა თქმა უნდა. გადავიდეთ ახლა უკვე ვიდეო კარტაზე, მოდით ჯერ ნახოთ კულერი, როგორც ხედავთ, აი ამ პროცესორს, აი ამ სიძლიერის პროცესორს, ის არის 6 ბირთვიანი და 12 ნაკადიანი. მას აქვს 15 მეგაბაიტი კეში და ის, რა თქმა უნდა, უკვე overclocking-ზე მუშაობს, მას აქვს turbo boost-ი და ასე შემდეგ, უამრავი ფუნქცია, მოკლედ ამას შემდეგში განვიხილავ. ესეთ პროცესორს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ესაჭიროება გაცივება, overclocking-ის დროს ის უფრო მაღალ ტემპერატურებზე ადის, ამიტომ მე შევარჩიე წყლის გასაციებელი კულერი. ესეც, რა თქმა უნდა, Corsair-ის ავირჩიე, кейსიც Corsair-ის მექნება და ეს კულერიც Corsair-ის. აი ეს კულერი წყლით აცივებს, აუცილებლად დიდი ეგრეთ წოდებული ბრუნები აქვს აი ამ კულერს და რაც თავარია ჩუმია. Corsair-ის კულერები ცნობილია ამ თავისი სიჩუმით. ვინაიდან ჩემ кейსში ძალიან ბევრი კულერი იქნება, ამიტომ ყველა შევარჩიე Corsair-ის ფირმის. ეს კულერი ჩვეულებრივი წყლის გამაგრილებელი, წყლით გამაცივებელი კულერია, ეს დგება უკვე პროცესორზე და ეს არის მისი რადიატორი, რომელიც დაყენდება кейსის მაღლა. მას ასევე აქვს შესაძლებლობა აი ამ ლოგოზე ფერების შეცვლისა, რომელიც უკვე რეგულირდება პლატაზე ჩაერჭობა თავისი USB კონექტორი და უკვე შესაბამისად software-ის ჩამოწერის შემდეგ აი ამ ფერის შეცვლაც შესაძლებელია. ეს უკვე ინდივიდუალურია, ჩემთვის თავარი იყო გამეცივებინა შესაბამისად აი ეს ჩემი პროცესორი. გადავიდეთ ახლა უკვე ოპერატიულ მეხსიერებაზე. ოპერატიული მეხსიერებაც, რა თქმა უნდა, Corsair-ი შევარჩიე. პირველ რიგში შევიძინე ჯერჯერობით 32 გიგაბაიტი DDR4 2666 მეგაგერცი აქვს სიჩქარე. და შემდეგში უკვე გავაგრძელებ დანარჩენი 1.32-ის, 2.32-ის და უკვე 3.32-ის და მექნება 4x32 გიგაბაიტი, ანუ ავალ შესაბამისად 128 გიგაბაიტზე. ესეც ჩვენი ოპერატიული მეხსიერება, მისი ფასი, როგორც ხედავთ, აგერ $170-ია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, ექვემდებარება გამბაჟებას, პროცესორის გამბაჟებული მაქვს უკვე პლატაც განბაჟებული მაქვს, პლატაში აღარ მახსოვს განბაჟებაში რა გადავიხადე, პროცესორი რამოდენიმე დღის წინ განმობაჟე და ის გამოვიდა დაახლოებით 163 ლარი პლუს, შესაბამისად ეს თანხავ.
ეს არ ექვემდებარება გამბაჟებას, იმიტომ რომ 300 ლარს არ აღემატება და ჩვენი ოპერატიული მეხსიერება, რა თქმა უნდა, დაექვემდებარება გამბაჟებას და ამას დაემატება პლუს 18%. ესეც უკვე უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას და აი ამ ჩვენს ოპერატიულ მეხსიერებას, რა თქმა უნდა, ასევე დაჭირდება გაგრილება, რომლისთვისაც შევარჩიე აი ეს კულერი. ანუ ეს თვითოეული კულერი ეყოფა, ეგრეთ წოდებული, დაჯდება 4 ცალ ოპერატიულ მეხსიერებაზე და ეს კულერიც დამჭირდება შესაბამისად 2 ცალი, ვინაიდან 8 ოპერატიული მეხსიერება დგება და თითო კულერი ყოფნის 4 მეხსიერებას, ანუ 2 ცალი კულერი დამჭირდება შესაბამისად. გადავიდეთ უკვე ვინჩესტერებზე. ვინჩესტერი მე გადავწყვიტე აი ესეთი SSD კარტა, ესეც შევიძინე, ჯერ არც დაძრულა Amazon-დან, არ დაშიბულა. Samsung-ი აუცილებლად, Samsung-ი არის თითქმის კი არა და ერთადერთი აი ამ დარგში, აი ამ SSD-ების და მეხსიერებების მწარმოებელი, ერთ-ერთი ლიდერი და ამიტომ შევარჩიე Samsung-ი. მისი გამტარობა წაკითხვისას არის 540, ხოლო ჩაწერისას 520 მეგაბიტი და შევიძინეთ ჯერჯერობით 500 გიგაბაიტიანი, მისი ფასია $150, რა თქმა უნდა, ისიც გამბაჟებას და ექვემდებარება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი მოუწევს ამას საბოლოო ჯამში მე უკვე კომპიუტერის აწყობისას ყველაფერს დავწერ description-ში და შემდეგ უკვე გამოვუშვებ ალბათ კიდევ ერთ 500 გიგაბაიტიანს და 250 გიგაბაიტიანს. ამას მე გამოვიყენებ სისტემის დასაყენებლად და მეორეს გამოვიყენებ უკვე რენდერების გასაშვებად, ანუ რენდერზე და დასეივებაზე გასაშვებად. და ერთი კიდევ ალბათ ერთ ჩვეულებრივ ვინჩესტერს, ჩვეულებრივ HDD-ს შევიძენ უკვე დანარჩენი ფაილებისთვის და ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ესე სანაგვისთვის, როგორც იტყვიან. აუცილებელია, რა თქმა უნდა, მთლიანად SSD-ს კიდვას უბრალოდ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი ესე საინსტალაციო ფაილებისთვის და რაღაც უაზრო კომპიუტერული ფაილებისთვის, კომპიუტერში ჩაყრილი რაღაც ფაილებისთვის არ არის საჭირო სრულად SSD, ამაში ჩვეულებრივი HDD-ც გამოგადგებათ. რაც შეეხება უკვე ვიდეო ბარათს. ვიდეო ბარათებიც ძალიან ბევრი ვნახე, ბევრის განხილვას უყურე და პირველ რიგში ყოველთვის დაფიქრდით ერთ რაღაცაზე. გამოეკიდებით ძალიან უაზროდ ძვირიან და უაზროდ ეგრეთ წოდებულ გაზრდილ ფასებს, ანუ პირველ რიგში გამოეკიდებით ახალ მოდელს. როდესაც გამოდის ახალი მოდელი, მას ყოველთვის ძვირი ფასი აქვს და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მისი ერთით ან ორით წინა სერიის მოდელი იგივე, აბსოლუტურად იგივე კონფიგურაციის და მონაცემების იყოს, უბრალოდ ის არის მოძველებული მოდელი და ეს არის ახალი მოდელი, შეიძლება ფერი შეუცვალონ, უბრალოდ ელემენტარულად სასაცილოც არის ეს და იქ პროცესორში დაუმატონ რაღაც 0.5 ან 50 მეგაგერცი თქვათ და რახან ახალი გამოშვების მოდელია, გაზრდილი ექნება $200-300 ფასი ალბათ. ეს ვიდეო ბარათი მე შევარჩიე პირველ რიგში, იმიტომ რომ შევადარე MSI-საც, შევადარე Asus-საც, შევადარე სხვა EVGA-საც და ეს ვიდეო ბარათი, ეს კონკრეტულად ეს სერია აღმოჩნდა ყველაზე გრილი, ყველაზე ცივი ვიდეო კარტა, რომელიც დატვირთვისას ყველა სხვა ვიდეო კარტასთან შედარებით ინარჩუნებს თავის სიცივეს. ამიტომაც ეს ჩემთვის პირველი და უპირატესია რენდერების დროს და ამიტომ გადავწყვიტე ეს ვიდეო კარტა. ხო, რაც შეეხება მის მონაცემებს, აუცილებლად ეს არის GeForce GTX 980 Ti Super Clocked
ანუ სუპერ დაარაზგონებული, ეგრეთ წოდებული ქართულად რომ თქვა, გეიმინგისთვის, რა თქმა უნდა, როგორც გეიმინგში ისე რენდერებისთვისაც კარგია, პირველ რიგში მე რენდერისთვის ვჭირდება. ხო, მეხსიერება მას აქვს, დიახ, 6 გიგაბაიტი აქვს მეხსიერება და DDR5-ზეა და რაც თავარია ბიტები აქვს 384. ამჟამად მე მაქვს GTX 750 Ti, რომელიც არის 128 ბიტიანი და 2 გიგაბაიტიანი. როდესაც გადავალ აი ამ ვიდეო კარტაზე, უბრალოდ შედარებაც კი არ იქნება ამ ახალი ვიდეო კარტის 6 გიგაბაიტი 384 ბიტი, ნაცვლად 2 გიგაბაიტისა და 128 ბიტისა. EVGA-ს ასევე აქვს ძალიან ბევრი ვარიანტი სხვადასხვა ვიდეო აპარატების, მაგრამ მე ბიუჯეტურადაც და ყველა მხრივ გადავწყვიტე უბრალოდ აი ამის შეძენა. ეს ჯერ არ შემიძენია, რა თქმა უნდა, და ალბათ რაღაც პერიოდში ამასაც შევიძენ და აიწყობა ჩემი PC დამთავრდება. ეს არის მისი მონაცემები 7000, ანუ ეს არის მისი პროცესორის სიჩქარე, CUDA Core აქვს 2816 და 6 გიგაბაიტი მეხსიერება. და რაც თავარია, უკვე შესაბამისად მოთხოვნილება აქვს აი ამ ვიდეო კარტას, რომ 600 ვატიანზე ნაკლები PCU, ანუ კვების ბლოკი უკვე აღარ შეიძლება და თუ გავითვალისწინებთ რა მონაცემების აიწყობა ეს კომპიუტერი, ეს პროცესორი, მე გადავწყვიტე შემეძინა აი ეს კვების ბლოკი 1000-იანი, 1000 ვატიანი, ანუ 1 კილოვატიანი, ესეც არის EVGA-ის ფირმის და მას უკვე აქვს SLI-ის მხარდაჭერაც და შეძლებს დაგვარად თუ შევძლებ ორი ვიდეო აპარატის შეძენას, რომელსაც აქვს SLI-ის მხარდაჭერა, გადავაბავ და არანაირი პრობლემა არ ექნება მას აი ამ უკვე შტეკერებში, შნურებში გამოყვანაში და ასე შემდეგ. მოკლედ, კვების წყაროც უკვე შესაბამისად უნდა გადაწყვიტოთ და კონფიგურაციის მიხედვით შეიძინოთ. კიდევ wishlist-ში ძალიან ბევრი რამ მაქვს, რომელიც ჯერჯერობით ვცდილობ, რომ შევძლო ჯერ PC-ს დაზბორვა და აწყობა, PC ავაწყო ჯერჯერობით და შემდეგ უკვე დამატებითია ეს შუქების და უბრალო რაღაც ფერადი კულერების დაყენება. პირველ რიგში უნდა ვიფიქრო კომპიუტერის დამთავრება და ხოლო შემდეგ უკვე როდესაც იქნება ამის საშუალება, უკვე შევიძენ ესეთ ფერად კულერებს, ფერად მაუთულებს და იგი უფრო გალამაზდება, ვინაიდან ჩემს кейსაც გვერდზე შუშის პანელი აქვს და ის როდესაც გამოანათებს ფერადად ძალიან ლამაზი სანახავი იქნება აი ეს ჩვენი დამთავრებული პროცესორი. ალბათ შემდეგ მონიტორსაც გადავწყვიტავ როგორმე, ალბათ 27-იანი, რა თქმა უნდა, 27 ინჩიანი უკვე 144 Hz-იანი ის არის აუცილებელი უკვე როდესაც გრაფიკაზე მუშაობ, ან თუნდაც გეიმინგზე ჰერცების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან და 1 მილისეკუნდი, ანუ 1 მილიწამი აქვს ანთების და ჩაქრების დაგვიანება, ანუ ფაქტიურად ლაგების გარეშე აქვს. ეს უბრალოდ AOC, უბრალოდ ეხლა გავხსენის შემთხვევით, არ ვაპირებ აი ამ მონიტორის შეძენას, მე ალბათ სავარაუდოდ Benq-ის მონიტორს შევიძენ და არა AOC-ის ან Acer-ის მონიტორს. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში აი ამ Benq-ის მონიტორს ვფიქრობ, მასაც 1 მილიწამი აქვს ანთების დაგვიანება და 144 Hz თვითონ ეკრანის ციმციმის ეგრეთ წოდებული. გადავიდეთ ისევ ესეთ პატარა უკვე
დამთავრებაზე, ეგრეთ წოდებული review უკვე მოკლე review ჩავატარეთ და მოდით ახლა გავიაზროთ რატომ და რისთვის. ანუ პირველ რიგში თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რისთვის გესაჭიროებათ კომპიუტერი. აი იმის მიხედვით უკვე თქვენ ჩამოყალიბდებით, დაალაგებთ უკვე რამდენის დახარჯვა გსურთ თქვათ კომპიუტერზე და უკვე დაიწყებთ დათვალიერებას, წაიკითხავთ review-ებს, უყურებთ კიდევაც YouTube-ის review-ებს და ამის მიხედვით უკვე ჩამოყალიბდებით და ჩაყრით თქვენს ესე wish list-ში, შემდეგ კალათაში, შემდეგ შეიძენთ და მოკლედ პირველ რიგში აუცილებლად კარგად გაიაზრეთ case-ი, cable management-ი, ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული case-ზე და cable management-ზე, პროცესორის, ვიდეო კარტის, ვინჩესტერების გაციება. ამიტომაც მე ეს გადავწყვიტე, ზუსტად აი მიზეზით გადავწყვიტე ეს Corsair-ის ეს QB Air 540. ასევე გირჩევთ თქვენს გაითვალისწინოთ ეს პატარა ნიუანსები და ნუ გამოეკიდებით რაღაც ფერად кейსებს, რაღაც შუქებით ანთებულ кейსებს. სილამაზე არის მთავარია თქვენთვის მისი სრულად და საფუძვლიანად გაციება, როდესაც გეიმინგზე მუშაობთ, როდესაც რენდერინგზე მუშაობთ, აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერი შიგნიდან შესაბამისად გაცივებული. დიახ, სულ ეს იყო დღეისათვის. მე წარმოგიდგინეთ ჩემი პატარა ვლოგი, ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, ვლოგი, ნუ არ შეიძლება მას დაერქვას ალბათ. ეს არის პატარა review მიმოხილვა, პატარა გაკვეთილივითაც არის, როგორ უნდა ავაწყოთ და როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი კომპიუტერის აწყობა და ეს არის ჩემი დაგეგმილი, ჩემი მომავალი PC, რომელსაც მალე ავაწყობ, ალბათ იმედი მაქვს და მის სრულად აწყობის ვიდეოსაც და განხილვასაც ხელახლა დავდებ უკვე description-ში ფასებისა და სხვადასხვა დეტალიზაციის მითითებით. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ია ჩემი არქი YouTube-ზე, შემოგვერთით აუცილებლად გაკეთეთ ლაიკები, გაკეთეთ კომენტარები, რა მოგეწონათ ამ ვიდეოში, რას მირჩევდით, არ ვიცი. კი ბატონო, მე თანახმოვარ მოგისმინოთ და დროებით ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.